მოგესალმებით, თითოეულ თქვენთაგან სულგმის მადლობა იმის, რომ გამოწერდი გაქვთ ჩემი არხი, იმის, რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ. ვინც არ მიცნობს, გაგეცნობით, მე ვარ კატო. და დღეს მინდა გავაკეთო ესეთი გაშლა. ამ ეტაპზე არის თუ არა თქვენზე რაიმე ნეგატიური ზემოქმედება, ანუ ხელისშემშლელი ფაქტორები თქვენს ცხოვრებაზე, ხო, ეს რაღაც ესეთი სიტუაცია, როდესაც ადამიანებს აქვთ ესეთი განცდა, რომ რაღაცა ხდება მათ ცხოვრებაში, რომელსაც ვერ ხსნიან, ხო, არის ესეთი შემთხვევები, რომ რაღაცა არ ლაგდება ისე არა და ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ თქვათ მატერიალურად კარგად იყოს და აკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ თქვათ პირადი ურთიერთობა იყოს დალაგებული, მაგრამ რაღაცები არ ლაგდება. შესაბამისად, ბევრ ადამიანს უჩნდება, რომ რაღაცა არსებობს, ხო, რაღაცა არის მასზე გაკეთებული, ან ვიღაცამ გათვალა, ან ვიღაცამ რაღაც ნეგატიური ზემოქმედება გაუკეთა. და ნახოთ რა არის ეს, ხო, ანუ არის თუ არა თქვენზე რაიმე ისეთი, რაც გიშლით აი ამ თქვენ ცხოვრების ეტაპზე წინსვლას. მოდით გავაკეთებ ვარიანტებად ისევე, იმიტომ რომ ყველასთან ერთი და იგივე სიტუაცია ნამდვილად ვერ იქნება და ვნახოთ, გავაკეთოთ ისე. პირველი ვარიანტი არის თუ არა ნეგატიური ზემოქმედება ახლა ამ ეტაპზე თქვენთან. მეორე ვარიანტი არის თუ არა ნეგატიური ზემოქმედება ახლა ამ ეტაპზე თქვენთან და მესამე ვარიანტი არის თუ არა ნეგატიური ზემოქმედება თქვენთან. პირველი, მეორე, მესამე და იმისთვის, რომ უფრო მარტივად მიიღოთ გადაწყვეტილება, პატარა სპილოებს გადმოვსვა. მოდით იყოს ესეთი ბეჟი, ხო? ნაცთი თეთრი სპილო, შედარებით ეს სერი სპილო და მესამე იყოს ისეთი ვარდისფერი სპილო. მოკლედ, პირველი, მეორე, მესამე, რომელი სპილოც მოგეწონებათ. ან 1-დან 3-მდე აირჩიეთ, მე ცოტა ხანი გავჩუმდები, რომ მობილიზება გააკეთოთ, დასვათ კითხვა, არის თუ არა თქვენს ცხოვრებაში რაიმე ხელისშემშლელი ფაქტორები. რა თქმა უნდა, ცოტა ესეთი რთული სახის. იმედია, ჩაიფიქრეთ, მე გადავდებ მესამე ვარიანტს. გადავდებ მეორე ვარიანტს და ვინც აირჩიეს პატარა სპილო, ნახოთ, არის თუ არა თქვენზე რაიმე ხელისშემშლელი ფაქტორები. მე ესე ვიტყოდი, რომ ნებისმიერი ხელისშემშლელი ფაქტორები, რომელიც არ უნდა იყოს თქვენთან ახლა ამ ეტაპზე, საკმაოდ კარგად გაქვთ დაცვა გააქტიურებული. შეიძლება აქ ვიღაცამ ჩაიტარა რაღაცა რიტუალები, შესაძლებელია უბრალოდ ადამიანს თვითონ აქვს ესეთი ძალა მის სიტყვასთან მიმართებაში, ხო, ან არის ხოლმე შემთხვევები. ყოველ შემთხვევაში მე ესე ვიტყოდი, რომ აქ არის რაღაცა ესეთი ნივთიც, რომელიც თქვენთვის არის ერთგვარად დამცავის მდგომარეობა, ხო, თქვა დედის მიერ ნაჩუქარი საყორი ან ყელსაბამი ან რაღაც ბეჭედი, ან რაღაცა ნივთი, რომელიც ძალიან კარგად ახერხებს თქვენი ცხოვრების დაცვას. მე ვერ ვიტყვი, რომ ხელისშემშლელი ფაქტორები არის როგორც ასეთი ნეგატიური კუთხით. იმიტომ რომ აქ რომც იყოს, თქვენ გაქვთ დამცავი მდგომა, თქვენ გაქვთ ის საშუალება, რომ თავი დაიცვათ, ხო? თქვენ გაქვთ ის მომენტი, რომ შეძლოთ ამ ყველაფერს გაუმკლავდეთ. ესე ვთქვათ, აი აგარიდოთ სამყარო, აგარიდოთ იმ რაღაცა კონკრეტულმა ნივთმა, შესაძლებელია ვიღაცას სამაჯური ქონდეს, ხო? ყოველ შემთხვევაში თქვენ გაქვთ გაძლიერებული დაცვა, თქვენ გაქვთ გაძლიერებული ის ენერგიები, რომელთაც შეიძლება ითქვას, რომ ვერ დაგაკლებენ ვერაფერს ისეთ ძალიან ისეთი მასშტაბურს. და მაინც რა არის ის, რაც გიშლით ხელს თქვენი პირადი თუ კარიერული წინსვლისკენ, ხო, რა არის ის ყველაფერი.
იცით რა არის? აქ მგონი უფრო ესე ვიტყოდი, რომ დაუსრულებელი ურთიერთობა შეიძლება ითქვას. ეს არის მდგომარეობა, როდესაც მე ესე ხედავ ამ ყველაფერს, სადაც თქვენ უბრალოდ ნახეთ როგორი მომენტი არის. რა არის მაინც ის ფაქტორი, რომელიც გიშლით ხელს წინსვლაში. ეს არის წარსული მდგომარეობა, რომელიც უკვე ერთხელ, ანუ უკვე დასრულებულია, მაგრამ ნახეთ, არ გაქვთ გაშვებული, ესე შეიძლება ითქვას, ვინმე პიროვნების ურთიერთობა, რომელიც რაღაც ნახეთ რა კუთხით არ გაქვთ გაშვებული. ეს არის სიტუაცია, როდესაც აი ნახეთ დავშორდით, კომუნიკაცია აღარ გვაქვს, მაგრამ შინაგანად მაინც გვაქვს მონატრების მომენტები, ან შინაგანად მაინც გვაქვს რაღაცა ამ ადამიანის ფიქრები. თუნდაც რაღაცა თვეში ერთხელ თუ ორ თვეში ერთხელ მაინც მის სოციალურ ქსელს ვადგებით, ხო? აქ არის ის მომენტი, როდესაც აი ნახეთ, თქვენ თვითონ არ აძლევთ საკუთარ თავს იმის საშუალებას, რომ წინ წახვიდეთ, ხო? კი, სამყარო გაძლევთ ძალიან დიდ დაცვას, სამყარო გაძლევთ ძალიან დიდ ესე ვთქვათ, ენერგიას იმისთვის, რომ გაუმკლავდეთ ყველაფერს, მაგრამ თქვენ თვითონ არ აძლევთ საკუთარ თავს წინსვლის საშუალებას. თქვენ თვითონ ხო, ეს არის აი კონკრეტულად თქვენ თვითონ გაქვთ რაღაცა თქვენი შიშების მომენტი, თქვენი რაღაცა დაუცველობის მომენტი თითქოს, ხო, აი რაღაცა სულ იბრძვით. ნახეთ, ხანდახ ესეთი მომენტი არის, აი შეიძლება ითქვას, რომ არის სიტუაცია ხოლმე, როდესაც ადამიანებმა უნდა მივცეთ საშუალება და მივენდოთ რას? მივენდოთ ჩვენ სამყაროს, ხო, რაღაცა მივანდოთ სამყაროს ის მომენტები, რომელიცაც ჩვენ ვერ ვაგვარებთ, ხო? აი რაღაც მომენტში არის ესეთი სიტუაციები ხოლმე, რომელსაც ჩვენ ფიზიკურად ვერ ვახერხებთ, რომ მოვაგვაროთ. ამიტომ უნდა ვთქვათ, რომ და მიმინდია სამყაროსთვის და სამყარომ გადაწყვეტოს ისე, როგორც ჩემთვის არის ეს მნიშვნელოვანი და კარგი. ხო, აი აქ რაღაცა საკუთარი თავის დაბლოკვის მდგომარეობა უფრო არის. აქ არის ის მომენტი, როდესაც ადამიანი, ნახეთ, კიდევ ერთი მომენტი არის, რომ აი არ ვიცი რატომღაც ეს ინფორმაცია მოდის. ვიღვიძებთ დაღლილები, ვიღვიძებთ რაღაცა გაურკვეველი სისუსტით, ხო, რაღაცა ხან პერიოდულობით არის ისეთი მდგომარეობა, თითქოს რაღაცა ავად ვართ, ხო? მე ესე ვიტყოდი, რომ ცოტა მეტი ყურადღება რო დაუთმოთ თქვენს ჯანმრთელობას, თქვენს ნახეთ, ეს მომენტი არის კიდე ისიც როგორი არის სიტუაცია, როდესაც ადამიანს სჭირდება რაღაცა გასეირნება, სუფთა ჰაერი, დასვენება საკუთარ თავს მისცეთ იმის უფლება, რომ დაისვენოთ, ხო? ანუ არ იყოთ გადაჭრილი რაღაცა ცხოვრების, აი მოდუნების საშუალებას არ აძლევთ თქვენს თავს. შესაბამისად, იმიტომაც გაქვთ პრობლემები, თქვათ, იმიტომ ვერ ახერხებთ, რომ და ერთ წრეზე ტრიალებთ, რომ ნახეთ, თქვენს გონებას, თქვენს სულიერ მდგომარეობას, თქვენს ემოციებს, თქვენს რაღაცა სიტუაციებს სჭირდება განტვირთვა, თქვენს ფიზიკურობას, თქვენს სულიერ მდგომარეობას სჭირდება განტვირთვა, ხო? აქ მე პირველი ვარიანტი გეტყვით, რომ თქვენ გაქვთ ძალიან კარგი დაცვა, გაქვთ და გიცავთ სამყარო და ცოტა უფრო მეტი ნდობის ფაქტორი სამყაროს მიმართ, ღმერთის მიმართ, ხო? ანუ ხა ვინ რა რელიგიას წარმოადგენს, ხა ვიცი ვის რა აქვს, ხო, მწამსი ეს მომენტი. ანუ მეტი ნდობა გამოუცხადოთ მაღალ ძალებს, ხო, სადაც უბრალოდ მიანდობთ თქვენს ცხოვრების გზას. ხო, უბრალოდ სიტყვიერად თუნდაც, რომ აი მე მომინდია შენთვის რაღაცა ჩემი ცხოვრების გზა, რაღაცა პრობლემის გადაწყვეტა, როგორც ჩათვლის საჭიროდ ჩემთვის, როგორც უკეთესია, როგორც შენ ხედავ სამყარო რა არის ჩემთვის უკეთესი. აი ეს ძალიან კარგი იქნება თქვენთვის რაღაცა ესეთი ინფორმაციები, ხო? იმიტომ რომ აქ არის ის, რომ აი თითქოს საჭიროებს მეტკავშირს, სამყაროსთან მეტკავშირს საჭიროებთ.
პლუს მაგას კიდევ ერთხელ გეუბნებით, ძალიან კარგი იქნება თუ მიხედავთ თქვენს ჯანმრთელობას. ჯანმრთელობას ახლა მე არ ვიცი რომ აქ რაღაცა და სენით არის დაავადებული ან რაღაცას გავსი მომენტი არ ანახეთ. ჯანმრთელობას იმ მხრივ თქვა სწორი კვება რაღაცა პერიოდის განმავლობაში მაინც თქვათ ხო რაღაცა შეგვეძლო აი გადაღრილობისგან გამომდინარე ნერვიული სისტემის დამშვიდება და ასონება თუნდაც რაღაცა მსუბუქი არის ხოლმე რომ აი უბრალოდ ვალერიანის წვეთები რომელიც მოადუნებს თქვენს გონებას არ იქნება სულ მოჭიმული თქვენი სხეული გამეტი გასეირნება მეტი ბუნებაში ყოფნა მეტი ანუ სულ რაღაცა ბრძოლა სულ თავის დაცვა სულ რაღაცნაირად მდგომარეობის ესე ჯიკავი ხო რო იტყვიან არ გამოვა და არ შეიძლება. აი აქ კიდევ ის მომენტიც გაითვალისწინეთ რომ ადამიანი თუ თქვენ ცხოვრებიდან წავიდა და თუ თქვენ გაუშვით ეს ადამიანი ხო საბოლოო ჯამში მოდით გაუშვით ნუ უტრიალებთ იმ ადამიანის სოციალურ ქსელს ნუ უტრიალებთ იმ ადამიანის ზე ფიქრებს რომ რას ფიქრობს ეხა როგორ არის ნეტა ვენატრები არ ვენატრები ანუ გაუშვით იმიტომ რომ სამყარო არ გაძლევთ იმის საშუალებას რომ ცხოვრება დაალაგდეს თქვენი ურთიერთობა თქვენი მომავალი დაალაგდეს არ აძლევთ თქვენ თვითონ არ აძლევთ აქ თავს ასე რომ პირველი ვარიანტი მე ესე ვიტყოდი რომ თქვენზე ნამდვილად არ არის ამ ეტაპზე არანაირი ზემოქმედება და რომ სვინა მოინდომოს ამ ეტაპზე საკმაოდ კარგად გიცავთ სამყარო და გააქვთ კიდევაც ის ნივთი რომელიც თქვენთვის ძალიან ისეთი დამცავის მდგომარეობას არის და რატომღაც არ ვიცი რატომ მომდის ეს მომენტი როდესაც ეს არის რაღაც აი დედის ან ბებიის ნაჩუქარი ნივთი რომელიც თქვენთვის ძალიან ღირებული არის ძალიან მნიშვნელოვანი არის და აი ამ ნივთს უნდა გაუფრთხილდეთ, რომ ეს არის თქვენი ერთგვარი დაცვა, რომ ვთქვათ, ხო? ხო და გაუშვით ყველაფერი და ცოტა ხანი მოდუნება მიეცით საკუთარ თავს. აი ეს მომენტი არის პირველი ვარიანტისთვის ხელი შემშლელი ფაქტორები თავად თვითონ არის თავისი ცხოვრების, აი ესე ვიტყოთ. თავად თვითონ არის იმ მომავლის ხელი შემშლელი, რომელიც მას უნდა რომ სამყარო მისცეს, მაგრამ არ აძლევს, იმიტომ რომ თვითონვე არ არის მზაობაში რომ მიიღოს ეს ყველაფერი. არ არის მზაობაში რომ ამ ყველაფრისთვის რაღაცა დათმოს, ესე რომ ვთქვათ, ხო ხდები? ანუ მე არ ვიცი ხა რაღაც ისეთი დათმოთ. უბრალოდ დათმოთ ყოფილი ურთიერთობა თუნდაც, ხო, აღარ ჩაეძიოთ იმ ადამიანის ცხოვრებაში, სად არის, ვისთან არის, რატო არის, როგორ არის, ენატრებით არ დაასრულეთ, დამთავრდა. ის ერთი რაღაცა იყო, რომელიც იყო და მორჩა. всё, აღარ გაგრძელდება. აი ეს მომენტები ძალიან მნიშვნელოვანია. აქ თქვენ გაქვთ, თქვენ თვითონვე ქმნით შიშებს, თქვენ თვითონვე ქმნით თქვენი თავისთვის რაღაც შემაფერხებელ ბლოკებს, ესე რომ ვთქვათ. მოგეთ ესეთი არის პირველი ვარიანტისთვის. მეორე ვარიანტი ვინც ერჩეს სერისპილო არის თუ არა ხა ამ ეტაპზე თქვენთან ნეგატიური ზემოქმედება არა მე ისეთი აი მეორე ვარიანტთან მიმართებაში ვიტყვი რომ აქ არის მცდელობები აქ არის თვალი აქ არის სურვილები აქ არის ისეთი მდგომარეობა როდესაც ადამიანის თქვათ წინსვლა არ სიამოვნებთ წინსვლა არ უხარიათ ხო რაღაც ესეთი მომენტი რა არის ეს ხელი შეშლილი ფაქტორები აქ ვიცით როგორი მომენტი არის აქ მე ესე ვიტყოდი აქ არის ის მდგომარეობა როდესაც ადამიანზე ადამიანზე არის აქ არის მაგიური ზემოქმედება აქ არის რაღაც ისეთი სიტუაცია, როდესაც ადამიანის ცხოვრებას აპაუზებენ. მე ესე ვიტყოდი აქ ორმაგი ნეგატივია. ერთის მხრივ ეს არის თვალის მდგომარეობა, როდესაც ადამიანზე ცდილობენ რომ
რაღაცა შურის მდგომარეობა იყოს, მეორე ვარიანტი, მეორე არის ის, რომ ძალიან მალე ეხვევით სხვა ადამიანების აზრის ქვეშ, ესე რომ ვთქვათ, ანუ ძალიან მარტივად შეუძლიათ დაგარწმუნონ, რომ თქვენ რაღაცა რაც თქვენთვის არის სიკეთე, ის არ არის თქვენთვის სიკეთე. და აქ არის კონკრეტული რიტუალებიც ჩართული, რომელიც გიქმნით პრობლემას და არ გაძლევთ საშუალებას, რომ ბოლომდე გაიცნო. აქ არის რაღაცა მაგიური ზემოქმედების მდგომარეობა, რომელსაც შეიძლება ითქვას, რომ თან ესე ვიტყოდი, რომ აქ აკვირდებიან აბა რა იქნება და როგორ იქნება. აი აქ რაღაც ეს მომენტი არის, აკვირდებიან როგორ გაართმევთ კიდევ აი ხელოვნურად შექმნილ პრობლემებს, როგორ გაართმევთ თავს, ხო, აი როგორ დაძლევთ ამ სიტუაციასაც. აი აქ თან იცით როგორი მომენტი არის, აქ თითქოს არ საიდან გაჩენილი პრობლემები აქ ის კი არ არის, რომ უბრალოდ რაღაცა არ ლაგდება ან ფინანსურად, არა. აი ყველაფერი დალაგებულია მოწმენდილ ხაზზე უცებ რაღაცა გაიელვებს და აბსოლუტურად სრულ ქაოსში ხდებით, ხო? აი აბსოლუტურად გაურკვევლობაში ხდებით. მერე ისევ რაღაცაზე მიაღწევთ, რაღაცას იბრძოლებთ, რაღაცას დათმობთ, რაღაცას იმუშავებთ საკუთარ თავთან, ცოტას რაღაც გავა დრო, პერიოდი და ისევ რაღაცა მეხის გავარდნასავით გავარდება ისეთი სიტუაცია, რომელიც აი ნუ რანაირად ხდება, ხო? აქ არის რაღაცა მოქმედება, რომელიც გიშლით და თქვენთვის არის ხელის შემშლელი ფაქტორი. მეორე ვარიანტთან სამწუხაროდ არის კონკრეტული ქმედებები და კონკრეტული მდგომარეობები, რომელიც არ გაძლევთ საშუალებას იმის, რომ წინ წახვიდეთ, არ გაძლევთ საშუალებას იმის, რომ გამოფხიზლდეთ, გაიღვიძოთ, გადადგათ ნაბიჯები. თითქოს იცით როგორი მომენტი არის, რომ აი ამ ერთ წრეზე კი ტრიალებთ, ზუსტად იცით როგორ შეგიძლიათ გამოხვიდეთ შეიძლება რაღაც მომენტში, მაგრამ იმდენად გაქვთ შიში თითქოს უკვე ყველაფრის და იმდენად გაქვთ რაღაცა ის ტკივილის მომენტის გამჯდარი და ცოტა გადაღლილის მდგომარეობა, რომ იყურებით, რომ შეიძლება რომ გამოვიდე ამ სიტუაციიდან, მაგრამ უმოქმედობაში გადადიხართ, ხო? აი ვიცი როგორ გამოვიდე, ვთქვათ, ვიცი რომ ვთქვათ მივმართო რაღაცა პრაქტიკოს, ვთქვათ, რაღაცა წავიდეთ ზოგისთვის ეკლესია, ხო? რაღაც ლოცვები ჩავატარებინო, ან რაღაც მე თვითონაც ვიშრომო რაღაც მომენტებში ამ სიტუაციიდან გამოვიდე, მაგრამ აი არ თითქოს ხელფეხს რო შეკრავენ და ანუ ვიცი რა უნდა გავაკეთო, მაგრამ არ ვაკეთებ. აი აქ ეს მომენტი არის, აქ უმოქმედობის მდგომარეობა არის, რომელიც უბრალოდ არ გაძლევთ საშუალებას წინ წასვლას. აქ არის ის რაღაცა ქმედება, რომელიც თქვენთვის ნამდვილად ხელოვნურ შეესწათ შექმნილი ბარიერის მდგომარეობა არის. ხელოვნურად შექმნილი ბარიერის. კი, აქ განსაკუთრებით ესე ვიტყოდი, რომ აქ შეიძლება საგვარეულო მომენტებიც იყოს, ხდებით, არა მარტო თქვენზე კონკრეტულად აქ იყოს რაღაცა ოჯახზე გაკეთებული მდგომარეობა, რადგანაც ესეც მოდის ინფორმაცია. რაღაცა თითქოს ოჯახში სულ რაღაცა გაურკვეველი, სულ რაღაცა ისეთი პრობლემების მდგომარეობა არის, რომელიც უბრალოდ არ გაძლევთ საშუალებას, რომ გამოხვიდეთ ამ სიტუაციიდან. მეორე ვარიანტთან არის, ოღონდ აქ უფრო მე ესე ვიტყოდი, რომ კონკრეტულად თქვენზე ერთი მომენტი არის, მაგრამ აქ ოჯახურად არის. აქ შეიძლება ვიღაცის ოჯახის დანგრევაზეც არის გაკეთებული, ვიღაცის დასრულებაზეც არის გაკეთებული, ჯანმრთელობის პრობლემებზეც არის. აი, არ ვიცი, რატომღაც ეს ინფორმაცია მოდის, რომ აქ ხელოვნურად შექმნილი ჯანმრთელობის პრობლემები შეიძლება იყოს მეორე ვარიანტთან. კონკრეტულად შეიძლება თქვენზე არა, მაგრამ ოჯახის წევრებზე ხდებით, აი როდესაც აი არის ესეთი მომენტი, რომ თქვენი საყრდენი კედელი ვინც არის, ის გამოეცალოს, ხო, რაღაცა აღარ გქონდეს იმდენი საშუალება, იმდენი სიძლიერის საშუალება, რომ გვერდში დაუდგეს რაღაცა გააკეთოს. აი ესეთი სიტუაცია არის მეორე ვარიანტთან. სამწუხაროდ არის აქ.
ნეგატიური ზემოქმედება მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი, ვინც ესეთი ყვითელი სპილო აირჩია, არის თუ არა თქვენზე ნეგატიური ზემოქმედება. ან რაიმე ხელისშემშლელი ფაქტორები. მეორე ვარიანტთანაც ცოტა ესეთი სიტუაცია არის. აქ კონკრეტულად ესე ვიტყოდი, აქ არის კი, არის თქვენთანაც ხელისშემშლელი ფაქტორები, ვინმე ადამიანი, რომელიც ძალიან ხშირად გთხოვთ ფულს, ძალიან ხშირად გთხოვთ დახმარებას, ძალიან ხშირად გართმევთ მატერიალურ მდგომარეობას, მე ესე ვიტყოდი, რომ აქ არის ქმედება, манипуляტორული ქმედებებით შეიძლება იყოს, ხვდებით? და ეს манипуляტორული მდგომარეობაც, ესე ვთქვათ, თქვენთვის ხელისშემშლელი ფაქტორი არის წინსვლისთვის. თქვენთვის ხელისშემშლელი ფაქტორი არის რაღაცა გადაადგილებისთვის. აქ თითქოს იცით ვინც არის, ზუსტად იცით რა მომენტიც არის, მაგრამ რაღაცნაირად ვერ უშვებთ ამ სიტუაციას, ხო? რაღაცნაირად გეშინიათ ამ ყველაფრის დასრულების, რაღაცა სირთულე გქონიათ, მაგრამ ვცდილობთ, რომ რაღაცა მე მგონი გაიაზრეთ უკვე, რომ რაღაცა არის ისეთი მდგომარეობა, რომელიც თქვენთვის არ არის მისაღები და ამიტომ რაღაცა იმდენჯერ გთხოვათ, შეიძლება ითქვას დახმარება, რომ თქვენც მიხვდით, რომ მე მგონი ჯობია, რომ რაღაცა გავაკეთო არჩევანი და ან ჩემ გზას დავადგე, ან უბრალოდ მივიღო ხო ეს რაღაცა ყველაფერი, როგორც აქ უკვე ცოტა ისეთი მომენტი არის. აქ მესამე ვარიანტიც არის, ესე ვთქვათ, ზემოქმედება, მაგრამ აქ უფრო შიშების მდგომარეობა არის манипуляტორული ქმედებებიდან გამომდინარე. ნახეთ, ანუ ნეგატიური ზემოქმედება манипуляტორული ქმედებებით რაღაცის დაკარგვის შიშით და შესაბამისად ამ დაკარგვისგან გამომდინარე ჩვენც რაღაცნაირად მეტს გავცემთ ამ ადამიანისთვის, ხო, მაგ რატომღაც ესე მოდის ინფორმაცია, რომ ეს არის ადამიანი, რომელსაც ძალიან დიდ რესურსს აძლევს თქვენი ხო, ანუ შესაძლებელი აქვს მეუღლე იყოს, შესაძლებელი მამა იყოს, შესაძლებელი, ანუ ადამიანი კონკრეტულად კიდევ ერთხელ დამიზასტურა ეს არის ადამიანი, რომელიც შესაძლებელი ხო ისეთი რომელიცაც გვინდა არ გვინდა რატომღაც ვემორჩილებით და გვინდა არ გვინდა. შესაძლებელი აქ რაღაცა მომენტში იყოს, იცით როგორი მომენტი, როდესაც ადამიანების აქვთ რაღაცა ურთიერთობაც რატომღაც ესეც მოდის, დაფარული ურთიერთობა და შიშის მდგომარეობა იმის, რომ არ გამოჩნდეს, არ გამოვიდეს ეს სიტუაცია და ადამიანი იყენებს ამას თავისი კეთილდღეობისთვის და თქვენგან მიაქვს ყველანაირი რესურსი. აქაც არის მდგომარეობა, ეს თქვენი გაცარიელების მდგომარეობა, როდესაც ადამიანს მიაქვს თქვენგან რესურსი, ხო, ვთქვათ მატერიალური, გადავდოთ გვერდინ, აქ ფაქტია, რომ მატერიალურია, მაგრამ მატერიალურის გარდა თქვენი რესურსი ხო სულიერი რესურსი, ემოციური რესურსიც მიაქვს. და შესაბამისად აი ეს ემოციური და ეს სულიერი რესურსის გაცვლა თქვენთვის არის ის მდგომარეობა, რომელიც უმოქმედოს ხდით, ხო, რომელიც გინგრევთ იმ სიტუაციას, რასაც ებრძვით და ცდილობთ, რომ წინ წახვიდეთ, ცდილობთ, რომ რაღაცა გააკეთოთ, ხო, აქ ესე ვიტყოდი, რომ გასცემთ და სათანადოდ ვერაფერს ვერ იღებთ, ხო, ამიტომ მე მგონი აქ მესამე ვარიანტთან ესეთი კარგი იქნება, თუ დააკვირდებით, აი 10-ჯერ რო გაეცით, იმან ერთხელ მაინც დაგიბრუნათ რაიმე ენერგია. მე მატერიალურზე არ მაქვს მარტო ლაპარაკი, ხო, ანუ თუნდაც სულიერი ენერგია, თუნდაც რაღაცა კომპლიმენტის სახით, თუნდაც რაღაცა სიტყვიერად, რომ მე შენს გვერდით ვარ, ან რაღაცა მსგავსი მომენტი. აქ კონკრეტული ადამიანი გართმევთ, კონკრეტული მამაკაცი გართმევთ, კონკრეტული პიროვნება გართმევთ, რომლის დაკარგვაც თქვენთვის არის საშიში, რომლის გამჟღავნებაც არის ძალიან ესეთი არასასიამოვნო
რაღაც ეს მომენტი არის აქ მესამე ვარიანტთან დაკავშირებით, ისე რომ მესამე ვარიანტთანაც არის ნეგატიური ზემოქმედება, მაგრამ შედარებით უფრო მეორეს განსხვავებით შედარებით უფრო მაინც ესე ვიტყოდი ლაითი, იმიტომ რომ რაღაცა მსუბუქი, იმიტომ რომ აქ თქვენ ემორჩილებით ხდებით. იქ მეორე ვარიანტში უნდათ არ უნდათ დამორჩილება ხდება, იმიტომ რომ იმორჩილებენ და აქ თითქოს რაღაცა მომენტში თქვენ თვითონვე ემორჩილებით, აი იმ მდგომარეობას, რომელიც არის და რომელიც არ გაძლევთ საშუალებას, რომ წინ წახვიდეთ მესამე ვარიანტი. მოკლედ აი ესეთი გამოვიდა სამი ვარიანტი, არის თუ არა რაიმე ნეგატივი და ხელისშემშლელი ფაქტორები, ძალიან სამწუხარო არის, რომ არის მსგავსი მომენტებიც. მედია ცოტა ინფორმაციულად გამოგადგებათ დღევანდელი გაშლა და რაღაცა ცვლილებებს შეიტანს თქვენს ცხოვრებაში, რაც მოგიტანს სიკეთეს, ბედნიერებას და წარმატებას თითოეულ თქვენთანგას დროებით.